ვარ ახლა გაჩერებაზე. მოკლედ რაცა ცოტა დიდი დრო მომწელოდინი 7:05 ეწერა ჩემმა ავტობუსს. ხოდა ერთსული მასახში როცნოა შეამწყურია დაბლია მეძინება. გევარდა უყურებ და ვტკბები ამ ორი ლამაზესი შენობით, რა ვიცი მე მომწონს ძალიან. კინგ დევიდი. ესეც არ მაწყობს ეს ავტობუსიც. სადგურის მოედანი 2 წერია, მე მჭირდება სადგურის მოედანი 1. პირდაპირ ლამისა ჩემ კარებთან, სახლის კარებთან აჩერებ. მგონი მოდის უკვე, კარგი ხაბა წავედი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უკვე მეორე დღეა, ანუ დღეს არის თუ სწორედ ახსოვს მოიცა მაინც ნახავ. რიცხვები რომ მოგექნება ადამიანს არეული 12-ია დღეს, უნდა მეთქვათ 11, კიდევ კაი ვნახე. 12-ია დღეს, გუშინ 11-ში, ანუ აი ეს გაჩერებაც რომ ვიდექი ის გუშინ იყო. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს ხო? ახლა მაგჭურჭელი გასარეცხი. ცოტა კი მეზარება, იმიტომ რომ სიწყალში უნდა ჩავყო ხელები. ეს ონკანი გამიფოჭდა და სადაც ამ ამბებს რომ მოვაგვარებ, ასე ვთქვათ, დენის და ასე შემდეგ, უნდა აუცილებლად შევიძინო ახალი. იმიტომ რომ ამაზე დენი გადადის და კიდევ კაი დროულად შევამჩნიე და მოკლედ გავთიშე რა. ანუ ჩვეულებრივ ონკანად ხმარობ, ცივი წყალი მოდის. ამაზონაში მუშაობს ჩვეულებრივად. არ ვიცი ეს ეთყობა კარგი ხანი უკვე გაბჭებული გვაქვს ზამთრის დასაწყისში თუ უფრო ადრე. ესე იგი იმითი ინდიკატორით შევამოწმე და ნახე რომ დენი წყალზე გადადიოდა და მაგ დროს რაღაცა არასწორად რომ ადამიანმა მოიქცე, ანუ დამიწების ვარიანტი რომ გააკეთო, კარგად დააწყალს ადამიანს დენი. ასე რომ ესეთი ონკანები მთლად რომ ვთქვათ რომ უსაფრთხოა თქო ვერ ვიცი. მოკლედ რა არის უსაფრთხო ჩვენ ცხოვრებაში? ყველაფერი ერთადერთი ალბათ აი ეს ისინი როა. ალბათ უფრო გაზის კალონკებს ვერ ეძახიან, აი მაგი, რომ ის აცხელებს, ანუ წყალს, გაზი. მაგრამ იმასაც აქვს თავისი მინუსები, მახსოვს მე იქ რომელსამართლე ვცხოვრობდით, იქ ჰქონდა კალონკა და რაღაც არ ვიცი, წყლის ნაკადი შემცირდა თუ რაღაცა მსგავსი პრობლემა იყო და დაგროვდა წნევა და გახეთქა ეს კალონკა. მახსოვს ახლოს ძალიან ახლოსაც არ ვიდექი, მაგრამ აი ეს რომ გასყდა ხო, ანუ ის კალონკის ეს რაღაცა წნევა რომ დაგროვდა და ხო ხნან კედელზე მიმაკრო რა რო იტყვიან კალღა, აი რაღაცნაირი კალღა იყო, ვიცი, მოკლედ ეს დახურული იყო რა, ეს თავისთავად იყო კალონკა ხო დახურულია და იმან ნახება რა დაიჭირა და იქ მოკლედ აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ის მახსოვს რომ რაღაცა წნევა იყო რა ესე უკან ხო კალონკა მქონდა აქ ნაკიდი, ანუ თავიდან ყველაფერი მქონდა გამზადებული და მე რომ მივხვდი რომ კარგი ხანჯერ გასარჩართავდნენ და მოკლედ მაგასაც ფული ჭირდებოდა რომ დაგვეყენებინა ამ ხელოსანს რომ და ისე დაგზირებულია ყველაფერი ხელობაც და კალონკების დაყენებაც რო ვიცოდე
ცალად უკეთესი ხო. ხო და ამიტომ გავყიდე ის კალონკა. კურიოზი ის არის, რომ მე თვითონ ვიყიდე ოჯახიდან, ანუ მეორადი იყო, მაგრამ კაი ნახმარი იყო. მახსოვს, რაც კერძო სახლში ვიყავით, მისულები, მე და ჩემი შვილები და ორი ვარიანტი იყო, ორსართულიანი სახლი გქონდათ რა და ახალი რაღაცები გააყენეს, ნუ ეს ქვაბი, გამაცელებელს რაღაცა და ნუ ეს უნდათ გაეყიდათ. ხო და მე გავყიდე იმაზე მეტად. არ ვიცი დროსთან ერთად ცოტა გაძვირდა. ხო და მოკლედ ესეთი ამბები. გუშინ ჩვენთან იყიდებოდა თამასოკო. ხო და წამოვიღე ერთი შეკვრა 9 კილო. და ისე იაფად, მეგობრებო, ორ ვარად ვიყიდე ეს თამასოკო. ანუ უკვე ის იყო რა, აი ხვდებით რომ მუქდება და მალევე რომ უნდა გააკეთო რა. ხო და წამოვიღე, გავაკეთე ისა ჟულიენი. ჩვენ მარკეტში ავიღე ის არაჟანი მისიაზე და გავაკეთე ჟულიენი. ნუ ვინც არ იცით ჟულieნის რეცეპტი, არ არის რთული. მოკლედ უნდა თამასოკო მოიწუშოს ხავთან ერთად, წვრილად ძალიან წვრილად დაჭირო ხავთან ერთად. საერთოდ აკეთებენ პატარა ჭურჭელში, ანუ აი მაგალითად პატარა ესეთი ფორმის პატარა ქვაბებით, ანუ აი მაგალითად ყარის ჟეზოში შეიძლება გაკეთდეს, აი დაახლოებით ესეთი რაღაც, მაგრამ თავი სპეციალურია რა მოკლედ. პორციები კეთდება, როგორც ასეთი, მაგრამ მე ავდექი და მეხი ხა ცალ-ცალკე რაღაცა და გავაკეთე ერთიანად იმაში ტაფაზე რა. ეს მოვთუშე ეს სოკო ხავთან ერთად მე არაჟანი გადავუსვი ზემოდან და არაჟანზე დავახეხე ყველი და მე ბოლოს კარგი სპეტრნა ესე კუბიკები ესე დავალაგე და ცოტა ხანი გავაცხელე, ანუ უკვე ბოლოს რა, რომ უკვე მოთშული იყო. და მივიღეთ ძალიან კარგი იყო. მომეწონა. ახალი არაფერი ისეთი არ ხდება გარდა იმისა, რომ ინტერნეტში რუსმენ ამ საგიჟეთს ამ ყველაფერთან დაკავშირებით რაც ხდება რა. ეს არის მსოფლიო მასშტაბით რაც ხდება, ეს არ არის ერთეული შემთხვევები თითო ქვეყანას რო ეხებოდეს. ყველგან ხდება ეს და აი მიზანი რა არის იმისი, რომ ეს ყველაფერი ახლა დაიწყო ამისი, ასე ვთქვათ, გასაჯაროება, ეს კიდე ცალკე თემაა. ხო და ისეთი ცივია, რომ ანტარქტიდაში ვარ, მეგობრებო. ხო. კიდევ კაი კატები არ გნავიან, ვაჭამე, მაგრამ იციან ხოლმე მაინც კიდე შეწუხება. წელან სანამ კამერაში ჩავთავდი, დობის ვეცდები რომ გაჩერდი მეთქი. მე ვიცი ჯერჯერობით ზის და ცელა. თავიანთი კვების გარდა ეტყობა კიდევ უნდათ ხოლმე რაღაცეები და ეს მაკაც ნაჩუქარი თეფშები მოკლედ ისე კარგად ხმარობ, რომ არ ვიცი. რაც ძველები მქონდა, ცოტა ისეთი გადავყარე. ეს პირები მქონდა ცოტა მოტეხილი. აი ეს მენანება, ეს ახლა მთლიანია.
მეორე, ანუ ორი ცალი ვიყიდე ადრე კარპოში, კომეურნების მოედანზე და ორი ლარი მაქვს მიცემული და ისე მომწონს, ისე კარგად ხმარობ ამებს და ერთ პირი აქვს უკვე ის მოკლეჩილი ეთება რაღაცა მიეჯახა ჯორჯის ზეცვის დროს მოკლედ და ეს ესეთი სალათებისთვის და რა ვიცი მოკლედ კაი რამეა და მას აკეთებ რაღაცა უნდა მოვიფიქრო ამ მასთან დაკავშირებით რა ადგილებთან დაკავშირებით ეს ჩურჭელი მოვეთაჩო მოკლედ ჩურჭელი დასაბინავებელი ან სამოსისთვის ან ოპტიმიზის პატარა კარა და ანუ ბევრი რაღაცებია საკუთარი მაგრამ ცოტა ხნის უკან უყურე ერთ არაჩვეულებრივ მაკმეტელეთაზიანი ფილმი იყო მიქს ჩაგიგდეთ ძალიან საყვარელი ფილმია YouTube-ზე და აი მაგან კიდევ ერთხელ დამაფიქრა კიდევ ერთხელ დავწუნდი იმაში რომ რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ იმისთვის რაც გვაქვს თვითონ ჩვენ მგონია ადამიანებს რომ არის ვიღაცას უფრო მეტი აქვს კი შეიძლება ვიღაცას მეტი ქონდეს მაგრამ ზოგადად რა ანუ ელემენტარული რაც ადამიანისთვის საჭიროა ასეთვise ყველა სხვა აქვს ხო მე არ ვლაპარაკობ იმას რომ ვიღაცა ავათარის ვთქვათ მკურნალობა სჭირდება და არ აქვს ამის საშუალება ეს ძალიან მძიმე თემაა და მაგრამ მე ზოგადად ვიძახი აი ადამიანებზე უმრავლესობაზე რომლებიც აი როგორ ვთქვათ ну მეც მათ შორის მქონია ესეთი აზრები რა თქმა უნდა რომ აი რატო არ უნდა იყოს ეს აი მაგალითად თუნდაც გაზი რატო არ უნდა მქონდეს 21 საუკუნეში ხო შუაცე თბილისში და რატო უნდა ვტენიდან ვთქვათ თხევად გაზ ბალონებში და ესე რატო უნდა ვიყო ხო მაგრამ აი იმ ფილმს აღარ ვთქვი ახსენე რომ უყურე უფრო მეტად გამიმყარდა ის რომ ესეც არ არის პრობლემა კი რა თქმა უნდა კაია რომ ყველაფერი კარგად გქონდეს ყველაფერი აწყობილი იდეალურად მაგრამ ხო იყო ისეთი დროც როცა ესეც ის იყო სანატრებელი და ოცნების და ფანტასტიკის სფეროდი ითვლებოდა ხო და ძალიან ესე გული ამიჩუყა მოკლედ ამ ფილმმა ვანდას უყიდია ეს ნაჭრები რა ქვია იმას მაგიდის სტილოები რა და მომცაური ცალი ერთი ესეთია ყავისფერია და ერთიც ახალ ხმარობ აი ესეთი ფერისა ყავისფერი ხო და ესე რომელიც საათი ახლა პირველი ხდება ხელები გამეყიდა მაგრამ მე ხო მიჩვეული ვარ ამ ყველაფერს რამდენი ზამთარი იყავი ასე და ჩვეულებრივად მეზობელმაც არ იცოდა რატომღაც იფიქრა რომ ახლა დაყენებული მაქვს ეს წელი მაქვს ხო და ხო გაიგო მე უკვე რამდენი ხანი ეს იცოდა უი ხო გუშინ ისე
შემეში და მეგობრებო სამსახურში ვარ და მირეკავს სოსო. იშვიათად რომ სოსომ დამირეკოს. მეთქი რა ხდება? და შუქი ისა დენიო გაითიშაო. მე ხა ვიფიქრე საათს დავხედე და მეორე წლაში რომ მიდიარ, 3 იქ უნდა ვიყო და არის სადღაც ეს 4-ია დაწებული. ახალი მისული ვარ რა სამსახურში და უკვე მუშაობ თავისთავად ახლა. ხო. დენი გაითიშაო. ხა გამოვრიცხე მეთქი გათიშვა ასეთ დროს, ანუ ზედმეტად დილის საათებში თიშავენ ხოლმე და მაგრამ მაინც გადავამოწმე მეზობლებს დაურეკე და ჩვენ გავხსოვდენ. მეგობრებო, თქვენ უნდა გენახათ ჩემი ფიქრები, აი უსწრაფესად გამირბინა ტვინში აზრებმა, რომ საიდან ვიშოვო ეს 600 ლარი, საიდან მოვიტანო რომ რამე იყოს. მე იმას ვფიქრობ, რომ მაცივარში რაღაცა ორი კინკალი რაღაცა მაქვს და ისიც ხო გაფუჭდება, მე ისიც ვიფიქრე, უკიდურესი სიტუაცია, რომ ჩემთან უნდა გადავბარგდეს, ანუ ხელფასამდები მოგხდები. და მოკლედ რა, აი ეს რაღაცა წამებში ხდება რა, ეს ჩემი ფიქრები. აი მე გავგიჟდი მეთქი, ისა მე მომხმარებელმა თქვა ერთმა, რომ ესო SMS-ებიო მოვიდაო. მეთქი ჩემთან არანაირი SMS-ი არ მოსულა, ესე გაუფრთხილებლად მეთქი როგორ ხوار გათიშავდნენ თქო და რაღაცა და მოკლედ ესეთ ამბებში ვარ და თან საქმე უნდა აკეთო, ხო? და თან ესეთი ის არის ახლა როგორია და თანამშრომელი შემენაცვლა უცბად გამოვედი, მოკლედ რეკვებში ვარ ერთ ამბავში ვარ და ამასობაში მირეკავს უცხო ნომერი და მე ვიფიქრე ალბათ მეთქი, თელასის თანამშრომელი მირეკავს და მეთქვის ახლა რომ აი ესე გაგითიშ. არა და განცხადება ხო იყო დაწერილი და მოკლედ სანამ არ გაირკვევა, არა უფრო უფლება გათიშვისა და მოკლედ ამისი იმაზე ვიყავი რა, იმედად რომ მე ხელფასამდე მივაქციო და მე რაღაცა იქნება. ხო და მირეკავს და ესეო რიცხვს გიცვლითო. ანუ რიცხვის გამოცხადება ძველი იყო, შეიძლება მაგის ბრალიც იყო, მოკლედ არ ვიცი რა და გამინაცდა მეგობრებო გული მეთქი, ანუ ეს არ არის გათიშვა, უბრალოდ ახლა აყენებენ რიცხვს რა. მაგის ბრალია ხა და ამოვისვენ თქვი ცოტა და იმდენი მადლობები ვხადე და ისო მეთქი მეთქი რამოდენიმე ჯერ გადმომიგეკეს რა. რომ თუ შეგიძლიათ თქვა მითხრათ რომ ეს ბავშვი საჭირო არისო, ანუ ჩაერთო თუ არაო რადენი ანუ მოგაკეთეთ. კი მეთქი რაღაცა ყველაფერი დიდი მადლობები ვხადე, მოკლედ აი ესე იგი, მაგრამ ის ნერვიულობის ისა რა, აი მანდრეჟი გქონდა. მაინც შემრჩა რაღაცა შინაგანი, რაღაცა კანკალივით თუ როგორ არის აი საძაბულობა. რაღაცა სტრესი მივიღე რაღაცა გამო. როგორია ახლა მეზობლებს ურეკავ და ჩვენ გვაქვს ჩვენ კონკრეტულად ჩვენ არა და რასაც ვერ წარმოვიდგენდი რომ ახლა მწველის დაყენებაზე მართლა ვერ წარმოვიდგენდი. მოკლედ ამოვიცუდი და ესეთი ამბები. უკვე даже იმას ფიქრობდი მე ხა სოსო ალბათ ზის, ახლა თან მალე ბრუნდება ხო იცით მე გაითიშება თუ არა ეს ადენი აცივდება უცბად, გაიყინება ოთახები. სოსოსეუბნები, ანუ ახალი დარეგილი ქონდა მეთქი, მაინც იყავი ჩაცმული რაღაც უკვე გეგმავდი რომ ან საფსახურში გამომეყვანა, ან რა ვიცი ჩემებისთვის დამერეკა რომ გაეყვანოთ თვითონ ამბობს სოსომეთიდან წავალო, ეხლა სამსახურში კიდე იმაზე მენერვიულა. არა, კი მივიდოდა და რაღაცა პრობლემა არ არის, მაგრამ არ არის უსაფრთხო ადგილები ზოგადად აქეთ. და რაღაცნაირად შვიდად მინდოდა რომ ყოფილიყავი მეც და რა თქმა უნდა უსაფრთხოდ ბავშვი.
ცოტა გიჟი დედა ვარ, მაგრამ ბავშვი ხო წარმოგიდგენიათ რამდენი ნერვიულობა მაქვს გამოვლილი ჯერ მარტო უფროს შვილთან დაკავშირებით და რა ვიცი ძალიან ვფრთხილობდი. ვიფრთხილებ, მეგობრებო, ვიფრთხილებ, იმიტომ რომ როგორია სამყარო, ხო ხედავთ რა? რეები ამოტივტივდა საჯაროდ, თორე ეს მე ყოველთვის ვიცოდი და არასოდეს არ არის ეს მართლა ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, შეძლებული ხარ, არა ხარ შეძლებული, ყველასთვის არის ეს. ხო და ესე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს. ნებისმიერ დროს, ამიტომ დაფასება უნდა ვიცოდეთ ალბათ ყველაფრის, ყოველი დღის. მე ჩემ თავს ვიმხნევდი ხოლმე, ადრე ვიდეოებს უყურებდი, რომ აი ჯანმრთელობის პრობლემა რა ქონდათ ადამიანებს, რომ ხელები არ ქონდათ, ფეხები არ ქონდათ, მოკლედ ვერ ხედავდნენ, ან არ ეცნოდათ ან რაღაც ესეთი, ხო, რამდენი ის არის, ხო, საყვარელი. და ისინი არ კარგავენ იმედს და ისინი არ იმაშვებიან, ხელებს არ უშვებენ და ახლა მე ვინ ვარ, რომ რაღაცა ვიწუწუნო და ისა და მოკლედ ხო, თავიდან ადრე ახალგაზრდობაში სულ იმას ვიძახი, რომ მეუბნებოდნენ ხოლმე, აი სხვა შეიძლება უფრო მეტი პრობლემა ქონდეს. რაში მაინტერესებს სხვა ეს ლაპარაკობდი მართლა გეუბნები. მე ჩემი თავი მადაზებს და სულ ვიღაცას რაღაცა, ანუ აი ესეთი ძერელ დამოკიდებულება მქონდა, ანუ რაღაცა ეგოისტური და ის და შეიძლება ანუ მე ვარ ცუდა და მე ვდარდობ და იქ ვიღაცას რაღაცა, ანუ ჩემთვის მეტია, ამას რა კავშირი აქვს ჩემს. მაგრამ ეს მართლა ახლა კი კავშირი არ აქვს დაუშვათ, მაგრამ ხო უნდა გაიაზრო ადამიანმა, რომ არის ესეც და ანუ უბრალოდ შენ უნდა იცოდე იმის დაფასება, რაც გავს შენ. და მადლიერების გრძნობა ყველაზე დიდი რამ არის და საწინდარია მომავალში წარმატებების მისაღწევად და მე თუ შენ ამ წარმატებას კიდე სხვა ადამიანებს გაუზიარებ და დაეხმარები, ხო? მე აი დახმარებაში გულისხმობ იცით რა, რომ ადამიანს არასოდეს არ უნდა მისცენ მოდით აი ესე ვთქვათ, თევზი რა, უნდა მისცე ანკეს. და სწავლოთ ეს დაობა რა. და თევზის მიცემით ისე ჯერადად ვთქვათ რაღაცა ხო კი, უცბად რო სული არ ამოძრეს, ხო ეგეც არის, მაგრამ ну მაინც უნდა იყოს რაღაცა, ხო საყრდენი. ხო და კარგი იქნება რომ საერთოდ ადამიანები ერთმანეთს უსვინავდეს და იყოს იმისი საშუალება რომ ყველა შეძლოს რაღაცა და ცხოვროს ასე ვთქვათ ასეთი ისე ნორმალურად, ხო? ახლა მე ჩემი თავზე როგორი ის მქონდა ისეთ რაღაცა გადატანითი მნიშვნელობით რა მოკლედ წარმოვიდგინე ჩემი თავი რომ მთელი ცხოვრება ანუ ზღვაში ну გადატანითი მნიშვნელობით ვიტყვი ზღვაში ხო ხელის შეშველებით მაცურავებდნენ მშობლები ხო და ამ ცურვა დამოუკიდებელი ცურვა არ ვიცოდი ხა პირდაპირ მნიშვნელობით არ ვიცახი რა თქმა და ერთ დღესაც ჩამაგდეს აი ესე რესკაც ჩამაგდეს წყალში და ვიხჩობოდი და ანუ ჩემებმა არა და იქვე ახლომახლოს მოცურავებმა ხელი გამიწოდეს და რო არ დავხვეწილიყავი, მაგრამ მაინც
ანუ წვალობდი რა, რომ არ დაგვრჩვალიყავი კიდე კარგა ხარ. ხაზუსო, გადატანილი შევიწვალე. ხო და ერთ დღესაც ვისწავლე სურვა. მართალია გამართულად ვერ ვცურავ, მაგრამ ვცურავ და ვიჩვენე რა. შიგა და შიგ რაღაცა კარგი მოცურავის ისინიც მაქვს. ხო და ეს მეგობრებო, ამასობაში ხელები უკვე დამუნჯდა. სულად არის ეს ციკო ანიმიელი. არ ვქცნობ უკვე ხელებს. თითებს უბრალოდ. და ესე. ამიტომ თავიდანვე უნდა ასწავლო ადამიანებს ეს სურვა. რომ მე არ დაიხსნან ცხოვრებაში რა. ბევრს არ ესმის. შემთხვევით როგორც ჩანს ეგეთი რაღაცა არ ესმოდათ მეც ასე ვთქვათ ცოტათი გადმომდეს ეს რა. ესეთი ამბები. ახლა თარხადაშა. ასე რეცხი. სულ შეიძლება რომელიც სუსუ გავათეთრე. ახლა ის მაგ გასათეთრებელი ვიყავ გარედან. ისე დაუბედურება ეს გარეთ რატომ უხდება ეს ფასები და რატო იცვლის ფერს. კი, კარგათაც რეცხავდი ყოველთვის ვფრთხილდებოდი, რა ვიცი, გადაყოლილი ვიყავი, მაგრამ ის არის ეს შვება დროთა განმავლობაში. ეს რას შეჭამს ეს სახში როტოვებ ხოლმე კოტირიანი ხდება შევიჭიტები მაცივარში მოვიფიქრებ უცბად რამეს წიწიბურა მოუხარში იმ დღეს და საერთოდ არ ვიმასქნა არ ჭამა რა ვიცი ბუტერბროდეს წიწებს ხოლმე და რაღაც ეგეთებს და გუშინდილას კიდე ის რციანი ისაუკეთე ციტიბურა კლინ მეკი გაიგოძებს შეჭამს ეგრევე თქო და მერე უკვე სხვა რაღაცას მეზობელმა მართლა ის მომიტანა ეს რეზერვში მუშაობს რაღაცა ქათმის ფილებს საფანელში რო წავენ რაღაცას და მოახოლმე თავისთვის და ჩვენ წინაწელში ინდუსტრიელი ქვაბი მოგვიტანა სოსოს მოუტანა და აი რაღაცა სხვათა შორის 1000 რამეში შეგიძლია გამოიყენო შეგიძლია ლავაში გაახიო რაღაცები გააკეთო მოკლედ მეგობრებო კიდევ კაი მთელი ვიდეო არ გავაბუჭე იმდენი ვილაპარაკე და შევამჩნი არ ვიცი ინტუიცია მაქვს უკვე ვიგრძელე რაღაცაში ასაკვე და გათიშულა მიკროფონი და დაჯდა უკვე დასატენი მაქვს ისე კარგახანი ყოფნის ხოლმე ეს ერთი დატენვა და რას ლაპარაკობდი ახლა დიდად არ მახსოვს მაგრამ მოკლედ გადავრჩი იმას რომ აი იცით როგორი ერთხელ მქონდა ესე ვიდეო გადავიღე რაღაცა იმდენი ვილაპარაკე აღმოჩნდა საერთოდ არ ქონდა ხმა ეგეთი რაღაცის მერე მოტივაცია და ბრძოლად არ გაქვს ხელა ხალ გადაიღო თუმცა მაინც გადამიღია ხოლმე ყოფილა ესეც ხო და ესე მეგობრებო ჩემმა მეზობელმა აი რა ვახსენებ ჩილად მაგრამ რაღაცაზე ვაქცი ჩამოვარდა რა ჩილებზე ლაპარაკი და აი ესეთი ვაქცი ვიყიდე მეცი აქ ჩვენთან მაღაზიაში ხო ვაქცი წიგდება ჩვენთან მაღაზიაში даже კალგუტს კი იყიდება ორ ლარ ნახევრად ხო და
აი ბოსტნეული რო ყოფილიყო თავ შენდებოდა. უბრალოდ ადგილი არ აქვს, თორე ეგეც იქნებოდა. ხო და ოი მოგიკვდა ჩემი თავიო. წამოდიო. გაჩქებო რა ლაქებსა და სამი ცალი ლაქი მაჩუქა. თან მე ისეთ სამსახურში ვარ, სადაც ჭირებოდა და კონდეს მოწესრიგებული ლამაზად რაღაცა. მოკლედ ხაიჩაჩუარა. წავისვი ისა იასამის ფერია, თრაფერია. მოვარდიშო მოიასამისო. აი ესეთია რა. იმას გავს შილაკი, იმას გავს. ეგეთი ლაქია რა მოკლედ. და წავისვი გუშინ დღეს შევხედე 2-ზე რაღაცა ის იყო. ახლა საქმესაც ააკეთებ ხო იცი მე რაღაცა და გამოვასწორე. მე არ დავაზიანე ახალი წასმული მაქვს მაინც. ლაქს კიდე კარგი ხანი უნდა გაშრობა მე ხო ვერ ვიცვენებ და უნდა რაღაცა ვაკეთო. ესენი გარეთმე შვენიერია. და ახლა ამას გავავლებ და ეგ არის. კიდე ყავას ავლებ. რატომაც არა. თავი ყავა იყოს. რაღაცა აი მე ის დღეები როგორ ვიყავი მეგობრებო, ესე იგი ამინდების ბრალი იყო ეს წნევები, რაღაცა ეს ყურებში სისტემატიურად ეს წვილი მისმოდა და ხდებოდი, ამით ვხდებოდი, რომ მაღალი მქონდა წნევა და ვიჭრებოდი პიტნის ნაყენით. შავდი და შავდი ამ პიტნის ნაყენით. თან ყავასაც ვერ ვეყარებოდი ნებისმიერ, მე მაინც უფრო არ იმასწრებო და ასეც ერთხელ ისეც იყო, რომ პირიქით დამეწია წნევა და აი რაც ახალგაზრდობაში მქონდა ის წნევა მქონდა და ისე ცუდად ვხსნოდი თავს, ისე ცუდად 170-ზე ძალიან ცუდად ვხსნოდი თავს, იმიტომ რომ იმდენად ორგანიზმი მიეჩვია. ანუ ჩემს ახლა ნორმა არის 120 როგორ წაიღო 120 ხო, ესეც გააბრեց. შა. და გაყინული. თან დიდი ხანი ვრეცხავ ცივში, იმიტომ რომ ხო კარგად უნდა გაირეცხოს, ხო? ეს ფერიც უნდა მოშორდეს კარგად. ხო გავაკეთოთ ყავა. აჰა, აკნავდა. ვაშ ბატონი. ჩვენთან ვეტერინარული არის. როდის უნდა მოიყვანო აცრებზეო, ისაო აუცილებელია. მეთქი სახში არ არის სულ მეთქი რაც მაინც ხო მეთქი მოიყვან. განის მინდა თქო რა, ანუ ოპერაციები სჭირდებათ რა მოკლედ რომ არ იყონ მარტის თვეში გაგიჟებულებიდან ერთმანეთს ერევიან ხოლმე მე დაზიანენ და ეჭუბებიან ერთმანეთს. ხო და მაგას კიდე ცალკე უნდა არ ვიცი ვანდას გავუმართლა მაშინ და რაღაცა უფასო პროგრამაში მოხდა კასტრირების რა მოკლედ ცხოველების და რაც კატები ყავს ახლა ყველა ის არის სტერილურები არიან და სადარდებელი არა აქვს მაგაზე რომ მაგას დედლები ყავს ჩემი ორივე ბიჭია დედლები დედრობით ისქეს დედალი რაღაცა კატამი კატები გავრეცხა ეს მოჭედი ანტისეპტიკურ იმაში საპოიში ისიც წყალში
ხო, ერთი სული მაქვს, მეგობრებო, ერთი სული მაქვს გაზაფხული როდის მოვა, ანუ როდის დაიწყებს უკვე გაზაფხული ძალაში შეცვლას და დათბობას. რეალური გაზაფხული მოდის ხოლმე აპრილის ბოლოს, აი შუა რიცხვი, აპრილის შუა რიცხვებში რა. და აკრას მაგდროისთვის უკვე მექნება ან ჩვენ სამსახური არის ესე მოწყობილი, რომ ნახევარ წელიწადში გეკუთვნის შვებულება. მართალია ეს ერთბაშად ახლა შვებულებების გამოყენებას არ დავიწყებ, იმიტომ რომ მინდა დავგეგმო რა ვიცი ზაფხული. ზაფხული ისე ვიძახი გეგონება ბავშვობაში ვიყო და თელი სამთევში. ერთი კვირა მაინც 10 დღე მაინც რაღაცა სოსო გავიყვანო. ისე ზარმაც ყავას ვიკეთებ, უღარე დავაცხე. ნახო ახლა რა ხდება აქ. მაცივარი მაქვს მეგობრებო, დასალაგებელი. ისეთი აურზაური მაქვს აქ, რომ აი ვერ აგიხსნით, თან მინდა რომ რაღაცა კონტეინერებში და იმას უნდა დავახარისხო ყველაფერი. ძალიან აყრილ-დაყრილი მაქვს აქ აურობა. ხო და რაღაც ისეთი კონტეინერი თუ მაქვს რომ რაღაცა კი მაქვს. მაგალითად ამაში რომ გადავიღო ის ფილეები თუ ჩავატი, რომ ქვაბი გამოვიღო. მე რამ ხელა. აი დიდი ფილეებია. ეს კიდე რა არის, უფრო მეტი იყო მეგობრებო. ხო და აი ესე გვანებივებს ჩვენი მეზობელი. თან პურიც შიერი ხალხი ხარ. აი რა ქვია მას, თონის პურს ვდავს რა. და ის სოსოსაც შეუდი. გუშინ ამოვიტანე, იმედი გუშავს ეს. ჩვენი მარკეტიდან სალადზე შეწვა კარტოფი სასამი. ამ ჯემს კარგად ჭამს სოსო ვაშლის ჯემია თუ ავიდლოს რო ეძახი. ეს გუშინ სამსახურიდან წამოვიღე ბაგეტები იმისი რა ქვია ფრანგული ბაგეტები, ოღონდ აჯიკით, ეს აჯიკას უსმენო და ესე ცალკე იყიდება, ანუ ის რომ თქვათ ლარი და რაღაცა აღირს ბაგეტი, ეს 2 ლარი ან თავის აჯიკიანად რა და ძალიან გემრიელია ხოთშორის. არაჟანი გონება და გაზდის ამას ერთს, რომელიც მარკეტიდან ამოვიტანე და ეს მოკლედ არა და როგორ ავდივარ მომენტში, ორივეში ნაკოლია. მოიწყეს ესე და ეს გასარეცხია. так, მას სამნაირი ყველი მაქვს მეგობრებო, აი ესე ცოტა დავაგროვე. არა, დასალაგებელია უეჭველი, აი დრო რომ ექნება და დასვენების დღეს უნდა მივხედო, ეს უკვე ძველი იქნება, ეს დოგვი მალე ფუჭდება. ეს საბუტერბროდე ესენიც ნაკულებია. ერჩენილი დროზე უნდა მოვუყოთ ბოლო ეს ვანდას საჩუქრები, აი ეს მდნარი ყველიო თუ რაღაც ის. ამას აქ ჩავდებ. მაიონეზი და კეჩუპი. აღარ არის, ეს გადასაგდებია. так, ეს დანიური ყველია, ასე ფეტასავით ეგ წამოვიღე ადრე სამსახურიდან. ავით, სოსო საერთოდ არ ეკარება ამას.
აქნა არ ვიცი, ერთი პამიდორი დარჩა და რა ვიცი რატო არ მიირთმევს ვაჟბატონი. ლიმონი აქეთ დავდებია. ეს ჟულიენი გუშინდელი ცოტა დარჩა. ხო და ამ კონტეინერს რაღაცას გამოვიყენე. ეს ქართული ყველი და დედა ჩემო გამომატანა კიდე ნერვული ცოტა. ეს კიდე მაინც ისე ვიყიდე, რა ვიცი, ფაზაკლებაში იყო რამა. ამას უფრო მე მივირთ, რა ვიცი, არ არის მაინც ბავშვისთვის. აქ მაგ დაბასტურმებული ფილე. დროა უკვე გადავავლო წყალი ამას. და ეს ვიდეოც უნდა ავტვირთო ახლა, თორემ ამას გავაჩავნე და მოვხარშავ. ინახომ დავამტვრიე. კიდე ყავა დავიწყი და მე კიდე საქმეებს ვაკეთებ. მაცივარი ღია. დროზე ვქნა მაშინის ყველაფერი. ახლა მე რო ოპერატორი მყავდეს, ხო უფრო საინტერესო იქნებოდა თქვენთვის რაც ხედავთ, მაგრამ უფრო ბევრ ვიდეოსაც დავდებდი ხოლმე, იმიტომ რომ სულ საქმეში ვარ, სულ. და ეს ახლა ხახვები გავწუროთ და გადავყაროთ. ხო, ესეც დასარეცია. მოკლედ, ჩემს საქმეში ჭურჭელი არ ილევა. წყალი დავიწყოთ და მოვხარშოთ. ახლა ალბათ ვიღაცა ფიქრობს, მიდი რა ჯერ მაცივარი დაკე. დავკეტავ მეგობრებო, მე უფრო მედარდება. მაგრამ ამ ნახეთ რა ეს. ხო, აქ მეტი არაფერი არ მესაქმება. დასაწმენდი, დასალაგებელი, დასახარისხებელი. ეს შევდო. ფილე რო გამოვაბიძანე. ადგილი გამომინთავისუფლო და ასე დავდეთ ამას. იმდენი ბანკები მაქვს კიდე და მაინც დაობდა ის გავატარე მე თემას. ბულგარული და ისა სადილებისთვის რო ვიყენებდი. всё. გაიწიეთ ფისოება. ის რაღაცა მაქვს და არ ვიცი. კუსკუსი. დარჩენილია. მოკლედ კუსკუსი კი მიყვარს, მაგრამ მაგას კიდე ეხლა მაქვს ცოტა ბროკოლი და კუსკუსს გავაკეთებ, სტაფილო ბროკოლი, ბულგარული, წითელი მწვანეც მაქვს და მაგებით გავაკეთებ. მერე ცოტა მრავალფეროვნება რო კონდეს სოსოს. გადი აქედან. კი არ გამოიწევა ხა. დაფი. ხო. რა ხდება საყინულეში? საყინულეში ხდება ის, რომ არის ცოტა თევზი გაყინული, ცოტა პილმენი და დამრჩა 2 კუბიკი საქონლის ხორცი. ანუ ხო დავაფასოვე იმხელა ისა. მაშინ. ესე მაქვს დაფასოებული რა. და ესე იგი შემიძლია კიდე ბორში გავაკეთო. მოკლედ საჭმელი გვაქვს. და ეხლა დენი რო გათიშულიყო, ხო წარმოგიდგენიათ ჩემი ისა. არა, წავიღებდი, ჩემთან წავიღებდი, მაგრამ იმათ პატარა მოცივარი აქვს, სადაც ძლივს ატევენ, რასაც ატევენ და ხო კიდე ჩემები რო დაემატებოდა. ისე რატოა შეხედავ მოცივარს დიდი ჩანს, ხო? მაგრამ ტევადობა არ აქვს. სულ მიკვირდა ხოლმე ეს
ვინც საზოგადოებრივ ცხოვრობს რა თუნდაც ამ ხელა მაცივრები და 1 და 2 და 3 თუნდაც დიდ ოჯახებს მით უმეტეს ვეგუარებდათ თან ამერიკაში და მარტო ამერიკაში არა ზოგადად უყვართ მარაგის გაკეთება რომ იყოს რა ანუ შენახული რაღაცები ხო ესე იგი ესეც ასე კარგით მეგობრებო მოსვამი წყარო უცბად გასაკეთებელი აგერდეში რა გიტარს უცბად რომ დაეზაროს რაღაცა დააცხავს მდუღარეს და გაიკეთებს ან ისე კი არ ჭამს მარტო ესე იქ კვერცხსაც უკეთებს იქ მაიონეზს უკეთებს რაღაცეებს მოკლედ და ამდიდრებს რა წვნიანიც არის ცოტათი ხო უი წვნიანი არ გამიკეთებია კარგი ხანია და გრასაი ამას რომ მოვხარშავ იქნებ რაღაც ჭიხით მოხარ გავაკეთე მაგრამ ეს რო ის არის ახლა დაბასტურმებული იყო ორ გავაკუჭოს მაშინ ერთ ნახარს ცოტა უცბად გადავასხა მოკლედ აი ესეთი საფიქრალი და საზრუნავი მაგდა პლუს კიდე სტრესი ყოველ დღე სამსახურში იმიტომ რომ 1000-ნაირი ადამიანი დადის 1000-ნაირი აი იცით რა არის ვინც ახლა ჩუმად მოდის და მიდის იქ ხო კაი მაგრამ იცით რამდენს ლაპარაკობენ საქმეს აკეთებ თუთან გაქვს საქმე რაღაცა არ გამოგჭეს რაღაცა არ შეგეშალოს ამ დროს მოდის იმდენი შეგნება არ აქვს ზოგ ადამიანს მოდიან და 1000 კითხვით თან ისეთ რაღაცას გეკითხებიან რაც შენ იმ მომენტში არ გეხება და არც ხარ ვალდებულიო გასცე პასუხი მაგრამ კულტურობაში თუ გეთვლება მე რომ არ გასცე პასუხი იძულებული ხდები რომ მაცალეთ ერთი წამის საქმე მაქვს და მე მოგაქცევთ ყურადღებას ვეუბნები მელოდებიან მე შუალედში კიდე ხა იმას გაეცი პასუხი ისა ესა და აკვალი მოკლედ რა აი საგიჟდია ხოლმე თან ჩვენთან ყოველთვის ბლომად ხალხია და არა კარგია მაღაზიისთვის ბლომად ხალხი მაგრამ ხა ჩვენ ვიკითხოთ ჩვენც გვინდა ეს ბლომად ხელფასი ასეთი ბლომად ხალხის გამო თუნდაც მოკლედ ესეთი ამბები კარგით პატრონები და გემშვიდობები და წავედი ახლა მე ზავოდგროდ მე ვიშრომო და ხო და ჩემყავსაც მივირთმევ და რო იწყე რუსულად აპრიდილიოს არ გავაკეთო ჭიხით თუ ბოშპაში კარგით აბა დროებით გაკვეცეთ მეგობრებო ძალიან მენატრებით ძალიან მინდა თქვენთან ესეთი მართლა ისეთი ურთიერთობა მაგრამ აი ესეთი ბელკოკალისი ხო იცით აი ეს ცხოვრებიდან გამომდინარე ვერ ვლაგდები ჯერ ხო ну ერთ დროს იქნებ რაღაცა მოხდეს სასწაული და რაღაცა ცოტა მშვიდი და წყნარი სამსახური მქონდეს რომ უფრო მეტი დრო მქონდეს რა საფიქრალად თუნდაც კარგით აბა გაკვეცეთ და იცოდეთ რომ თუ არ გწერთ არ ანუ პასუხ კომენტარებს არ ვწერ და თუ დავუშვათ რაღაცა ისეთ იმაში აქტიურ იმაში არა ვარ ისედაც საკმაოდ აქტიური ვარ სამსახურის ამბავში და სახლში კიდე საქმეებით და ამის ნიადაგზე მოკლედ ჩემებისთვისაც აღარ მცალია ხოლმე ჩემ შვილს უფროს ბიჭსო ვერ მოვიკითხავ 2 დღეში ერთხელ 3 დღეში ერთხელ მივწერ უბრალოდ როგორ ხარ აი ხო ხდებით აი ესეთ იმაზე ვარ რა უკვე კარგი ხანია რაც აი ესეთ რიტმში ვცხოვრობთ რა კარგით აბა გაკვეცეთ და დროებით